10 ანალიტიკოსი იყო, ადგილობრივი, აქტიური მოქალაქეები, სხვადასხვა პროფესიის მქონე. მათთან ერთად ჩვენ დავამუშავეთ ამ ეტაპისთვის 10 თემა და აგვისტოს ბოლომდე კიდევ 10 თემა გამოქვეყნდება Neo TV G-ზე. Neo TV-ს გუნდმა გადაწყვიტა, რომ ამ ეტაპზე გადაგვემზადებინა ადგილობრივი 10 აქტიური მოქალაქე, სხვადასხვა პროფესიის მქონე, რომლებიც დაინტერესებულები იყვნენ ღია წყაროების საშუალებით ინფორმაციის მოძიებით. მათ ჩვენ მივაწოდეთ ის წყაროები და ის შესაძლებლობები აპლიკაციების სახით, რითიც შესაძლებელი იქნებოდა დიდი მონაცემების დამუშავება. შესაბამისად, ამ ეტაპისთვის უკვე გვაქვს 10 კვლევა ჩატარებული, Neo TV G-ზე არის 10-ვე გამოქვეყნებული. ეს ეხება შიდა ქართლის 4 მუნიციპალიტეტს, როგორ იმუშავეს თვითმმართველობის ვადის ამოწურვამდე, იცით რომ ოქტომბერში ეწურება ვადა, 4 წლის განმავლობაში რაში ხარჯეს თანხა, რამდენად მიზნობრივად იყო დახარჯული საბიუჯეტო თანხები. ჩვენ გამოვკვეთეთ დღევანდელ შეხვედრაზე ის კითხვის ნიშნები და ის საეჭვო გარემოებები, რაც ჩვენი კვლევის შედეგად დავინახეთ და მიგნებები გავაცანეთ საზოგადოებას. შესაბამისად მოვუწოდეთ ასევე გარკვეულ შესაბამის სამსახურებს, რომ დაინტერესდნენ მუნიციპალიტეტების მუშაობით, მხოლოდ აუდიტის ანგარიშების გამოქვეყნება არ არის საკმარისი. აქ უკვე საქმე გვაქვს მთელ რიგ დარღვევებთან, სისტემურ პრობლემებთან და საჭირო არის, რომ ეს ყველაფერი იყოს გათვალისწინებული, იმიტომ რომ რა დროც არ უნდა გავიდეს და რომელიც თვითმმართველობაც არ უნდა მუშაობდეს, მუდმივად უნდა იყოს მედია ფხიზლად და აფხიზლებდეს მუნიციპალიტეტსაც, რომ ჩვენ როგორც მაკონტროლებლები თუ სად იხარჯება საბიუჯეტო თანხები, მუდმივად უნდა გქონდეთ განცდა, რომ არ გადაუხვიონ და ის თანხები, რაც ბიუჯეტში შედის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხებიდან და გადასახადებიდან, იყოს სწორად მიზნობრივად დახარჯული. ჩემი კვლევის თემა იყო კასპიის მუნიციპალიტეტი, მთავარი თემა იყო თუ როგორ იზრდება თანამშრომელთა ანაზღაურება ბიუჯეტის ზრდის პარალელურად და მთავარი მიგნება იყო ალბათ ის, რომ კასპიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არ იყოს რეგულარული ზრდა არ ქონდეს, თუმცა ამის მიუხედავად თანამშრომელთა ხელფასი მუდმივად იზრდება ყოველ წელს და საბოლოოდ 4 წლის განმავლობაში 11 მილიონ ლარს გადააჭარბა. თემა ეხებოდა შეუსრულებელ დაპირებებს და შეუსრულებელ პროექტებს. აქედან გამოვარჩია ორი თემა. ეს არის ატენის სიონთან არსებული ხიდი, ასევე მე-11 სკოლა, რომელიც 2021 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. ეს პროექტები შეუსრულებელია და სამწუხაროდ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს. ძალიან ბევრი შეუსრულებელი პროექტია, თუნდაც ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ იუსტიციის სახლთან გვერდზე არსებული ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც რეკრეაციული ზონა უნდა ყოფილიყო და გასართობი პარკი ბავშვებისთვის და დიდებისთვის, თუმცა იქ ისევ არაფერი არ არის და სამწუხაროდ ნაგავსაყრელად იქცა. უამრავი პროექტი ახლანდელი პრეზენტაციიდანაც ვნახეთ, რომ ამ პროექტების ნაწილი გაჩერებულია, ნაწილი დაიწყო და ვერ სრულდება, ბევრი ტენდერი ჩაშლილია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ყურადღებას, როგორც ჟურნალისტიკა, ისე სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკური ძალებიც არ მიმართავენ ამ პრობლემების მოგვარებისკენ, ამ პრობლემების გაცოცხლებისკენ და ზედაპირზე ამოტანისკენ, არამედ აი იმაზე ვდაობთ ყოველ დღე, თქვათ, ვინ რა თქვა, ვინ რა განცხადება გააკეთა, ვის როგორი პოლიტიკა აქვს, საგარეო პოლიტიკაზე უფრო მეც ვლაპარაკობთ, თქვათ, სამეზობლოში მიმდინარე პროცესებზე, სამეზობლოში გულისხმობ ჩვენი რეგიონის მეზობელ ქვეყნებს, ხო? უფრო მეც ვლაპარაკობთ, ვიდრე აი ჩვენს თვალწინ, ჩვენს ქუჩაზე, ჩვენს ტროტუარზე, ჩვენს ეზოს მიღმა რაღაცა პრობლემა რო ხდება და ამაზე არ გვაქვს რეაქცია, არა და წესით დემოკრატია ხო ჰორიზონტალური უნდა იყოს და არა ვერტიკალური, ხო?